მიგახტოვთ ხვიჩა ჟორდანია 1977 დაბადებული 95 წლით ვიყავი მოქალაქეთა კავშირში ზუგდიდიდან დავიწყე 98 წლის შემდეგ გადავედი თბილისში ახალგაზრდული კავშირის ცენტრალურ აპარატში მაგის შემდეგ მოყოლებული მოქალაქეთა კავშირი იყო მოღვაწეობდი მოქალაქეთა კავშირში შემდგომ 2000 წელს გადმოვედი ზუგდიდში მაგის შემდგომ მუშაობდი საკრებულოში გარკვეული პერიოდი ბოლო 3 წელია ოფიციალურად ვარ უმუშევარი თავმშრომლობდი პარტიასთან ნაციონალურ მოძრაობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რა აქტივალებოდა და რა საქმიანობდით ძირითადად არჩევნების პერიოდში ეხმარებოდი შტაბების თანამშრომელი ვიყავი და არჩევნებზე 2008-დან მოყოლებული ვიყავი სამხარეო შტაბში და ამ პერიოდში ბოლო არჩევნებზეც 2012 არჩევნებზე მოღვაწეობდი სამხარეო შტაბში ვიყავი საინფორმაციო ტექნოლოგიების პასუხისმგებელი თქვენ როგორც გაგვიცხადეთ 2008 წელს დაგაკავეს ხო? რის გამო მოხდა რატო დაგაკავეს? დამაკავე 2010-ში დამაკავეს. 2010-ში დამაკავეს ქურდობის მოხლით ესა პლასტიკური ბარათიდან თანხის მოხდა და მომისაჯეს პირობითი 1 წელი დასაჯემი და 5 წელი პირობით საპროცესო შეთანხმების თაობაზე გამოვედი 27 რიცხვში უნდა გამოვსულიყავი ივლისს და გამოვედი 5 ივლისს 22 დღე მაპატიეს უდოს საშუალებით გამომიყვანეს 22 დღით ადრე. Ვინ გამოგიყვანა? ეს ისე ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზება იყო ოჯახში მივიდნენ ჩემთან, ჩემ მშობლებთან და უთხრეს რომ გამომიყვანენ ამ 22 დღით ადრე თუ მაგათთან ვიმუშავებდი, ანუ სამხარეო შტაბში ვიმუშავებდი და შემდგომშიც პირობითაც მომიხსნიდნენ და სამსახურის პრობლემაც არ მექნებოდა. რა გევალებოდა თუ შუალოდ? ის გაკეთება გევალებოდა? ახლა ამ არჩევნებზე 2012 არჩევნებზე სამხარეო შტაბში მივალება ინფორმაციების შეგროვება და დამუშავება. ნაციონალური მოძრაობის სამხარეო შტაბში მუშაობისას თქვენ რა გევალებოდათ და რა შედიოდა თქვენ კომპეტენციაში? 2008 წელს მე როგორც სამხარეო შტაბში ვიყავი, იქაც იგივე მეოლეობა და ინფორმაციების შეგროვება, დამუშავება. პარალელურად 2008-ში იყო მეორე შტაბის გახსნილი. ეს იყო ძველი სოფტექნიკის შენობაში, სადაც მევალებოდა პირადობის მოწმობების დამზადება. ეგეთი ნიმუშის პირადობის მოწმობები, რომელიც ჩემ მიერ 2008 წელს დამზადდა 8000 სალამდი. ანუ თქვენ დაბეჭდეთ ხალხის პირადობის მოწმობები? დიახ. და ვინ დაგავალოთ ამის დაბეჭდვა? მაგისა ხელისუფლებიდან იყო შტაბს უშუალოდ კოორდინირებას უწევდა ლაშა დამენია და შტაბის წევრები იყვნენ. შემომთავაზეს, იცოდნენ რომ მე მქონდა ამის შესაძლებლობა რომ ის გამეკეთებინა და მაშინ ხელისუფლება ისინი იყვნენ, უსაფრთხოება შემპირდნენ რაღაცების და დავთანხმდი და დავამზადე. და ეს პირადობები რა შეჭირდებოდათ ამათ? ეგ პირადობები საჭირო იყო, რომ პიროვნებების ხვის სახელით, ანუ იმ პიროვნების სახელით ტოლულების, რომლებიც არჩევნებზე საერთოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილან და ვინც დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნებზე არც 2008-ში გამოცხადდებიან, მაგათ მაგივრად ხმები მიეცათ. და რამდენი ადამიანის პირადობა იყო ეს 8000 პირადობა? 8000 პირადობა იყო, სადღაც 200 ადამიანზე გამზადებული. ამ თითოზე 40 პირადობა? დიახ. და ამ 200 ადამიანის, ანუ ფიზიკურად არსებობდა ეს ადამიანი. 200 ადამიანი ფიზიკურად არსებობდა. და ეგრეთ წოდებულ კარუსელში უნდა მიიღო შემდეგ არჩევნები. დიახ, კარუსელში, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ აძლევდნენ არა ის, არა აძლევდნენ გაყალბებული პირადობებით. უბანზე შედიოდნენ ეს პიროვნებები ყველა სიებში იყვნენ, ჩვეულებრივ იღებდნენ ბიულეტენს, აძლევდნენ ხმას და გამოდიოდნენ. მაგრამ ეს პიროვნებები იყვნენ თუ მაკაცარია ეწერა სიაში, ეს პიროვნება იყო ვიღაც მითაგვარია და მაგის მაგივრად აძლევდა ხმას. სახელი და გვარები ვინ გადმოგწევთ? ჩვენ ამ პიროვნებების ვინც არჩევნებზე არ გამოცხადებოდნენ, ან ვის სახელით უნდა დამზადებულიყო პირადობის მოწმობები, გადმოგცეს გალის გამგეობიდან. რის შემდეგაც ეს მონაცემები 12000 ადამიანზე იყო, სადღაც დაახლოებით შევადარეთ საარჩევნო სიებს და საბოლოოდ 8000 ადამიანი დაგვრჩა, რომლებიც სიებში იმყოფებოდნენ. ანუ ის ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ გალში, რომლებიც ცხოვრობენ გალში, ან თუნდაც ზუგდიდში ცხოვრობენ, მაგრამ არ იმყოფებიან ან საქართველოში, ან თბილისში არიან, ან ისეთ რეგიონში, რომ არ მოვლენ საარჩევნოში, რომ ხმა მისცენ მაგისტრის. და ეს ბეჭედი და დამცავი ნიშნები, რომელიც ქონდა პირადობის მოწმობას, ამას როგორ აყალბებდეს ხო?
საკმაოდ რთულია. ბეჭეტი, ორი ცალი ბეჭეტი გამზადებული მოგვიტანეს, თავისთავად გაყალბებული, ორი ბეჭეტი მქონდა და სარწყმელად. დარჩენ ბლანკები და იმას მე ვამზადებდი, ლამინირებას ვკეთებდი, ჩვეულებრივ. სურათები მქონდა გამზადებული პიროვნებების, რომლებიც ეწერა პიროვნების მხოლოდ ასაკი. შესაბამისად იმ პიროვნების ვარჩევდით შესაბამისი ასაკის პირადობის მოწმობას +-2 3 წელი. შესამჩნევი არ ყოფილიყო. ანუ შერჩეული ადამიანი უნდა ყოფილიყო იმ ასაკთან მიახლოებული. ხო, მიახლოებული. აი თუ იყო 30 წლის, მაშინ შეიძლება 28-დან სადღაც 33-მდე პირადობაში გამოგეყენებინა. და ეს 200 კაცი ვინ იყო? ანუ ეს 200 კაცი ვინ არის? ეს ისევ წვეულები იყვნენ, რომლებიც ისევ გამგეობა მუზრუნველყო მაგათი მაყვანა. ანუ ისინი არიან ნაცნობი მოძრაობის აქტივისტები? თავისთავად. სხვას არ ამდობდნენ ეგეთ რაღაცას. თუ გაქვთ ინფორმაცია მიმდინარე წელს გამოყენებული იქნა მსგავსი qalbepiradobebi? ინფორმაციები მაქვს, მე თვითონ საინფორმაციო ურთიერთობა მქონდა ყველა შტაბის წევრებთან და მაგათგან ვიცი, რომ ესეთი რაღაცა გაკეთდა. უშუალოდ მე მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ვიცი, რომ გაკეთდა ეგეთი რაღაცები, კეთდებოდა რაიონებში. არის რამდენი პირადობა დაიწყო? ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, საკმაოდ. თქვენ გითხარით, რომ გაქვთ რაღაც ინფორმაცია, რომელიც უნდა გადმოგცეთ ჩვენ და რა ინფორმაციაა? კი, მე შემიძლია გადმოგცეთ ინფორმაციები, რომელიც უშუალოდ ჩემი ხელიდან გადიდოდა, მე ვიყავი საინფორმაციო კურირებდი ინფორმაციებს. ჩვენთან შემოდიოდა ქალაქის შტაბებიდან მეილები, რომელსაც ამუშავებდით, ფორმებს ვაჯამებდით და ვაგზავნიდით ცენტრალურ ოფისში თბილისში. ეს მთელი მიმოწერა ამ ჩიპზეა, მან და ძირითადში პრობაციონერების სიები, რომლებსაც პრობაცია უნდა მოხსნილიყო, არიან პიროვნებები, რომლებიც უნდა გაინთავისუფლებინათ, რადგან ამ პიროვნებებს შეეძლო შემდეგ ხმების მოზიდვა და შტაბის დახმარება. მან და არის ხარჯვითი მასალები, თუ რა ღონისძიებაში რა იხარჯებოდა, როგორ იხარჯებოდა, აგრეთვე არის იმ ოპოზიციონერი კომისიის წევრების სიები, რომლებიც რეალურად მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას. ეს რა ტიპის ინფორმაციაა ეს? ანუ სად იწერებოდა ეს ყველაფერი? ეგ ჩვენთან ურთიერთობა ყველა შტაბთან იყო მეილის საშუალებით, ელექტრონული ფოსტით, იგროვდებოდა ჩვენ მეილზე. შემდეგ ჩვენ ამას ვამუშავებდით, კონკრეტულ ფორმას ვაძლევდით და ვაგზავნიდით სათავეში. და ეს რამდენი ხნის ინფორმაციაა? ეგ არის მთლიანად ბოლო 2 თვე-ნახევრის. ამ ინფორმაციას შემდეგ დამუშავების შემდეგ თქვენ ვის გადაცემთ, ანუ ანგარიშვის საბარებთ? ხო, იმ სამხარეო შტაბის ხელმძღვანელი როგორც 2008-ში ესევე წელს ბატონი ზაზაგოროზია გახდათ, მაშინ სამეგრელოს ზემოსვანის გუბერნატორი იყო, ახლა სოფლის მეურნეობის მინისტრი გახლავთ. შტაბს ხელმძღვანელობდა ბატონი ზაზა და დამუშავების შემდეგ ზაზა გვაგდებოდა დირექტივებს გარკვეულ ნაწილს ვაგზავნიდით თბილისში, ცენტრალურ ოფისში, გარკვეულ ნაწილს მაგალითად პრობაციონერებზე, განსათავისუფლებელ ხალხებზე პირდაპირ ზაზას ვაწვდით. და შემდეგ რას ვაკეთებდა ზაზა უშუალოდ? ბატონი ზაზა ალბათ ახლა ეს ისეთი იყო პრობაცია და იმაზე, რომ პირდაპირ შეიძლებოდა შტაბის მეილზე სხვებსაც გაიხსნა, ალბათ უფრო კონფიდენციალური იყო და ბატონი ზაზა პირადად მიქონდა თბილისში და გადასცემდა ცენტრალურ აპარატს, რომ ვინც უკვე კურირებდა ცენტრალურ აპარატში ამ საკითხებს. ისეთი ინფორმაცია, რომელიც ძალიან საიდუმლო და ის არ იყო და შეიძლებოდა სხვადასხვა და პირდაპირ მეილით ვგზავნიდით თბილისში. ანუ პრობაციონერები ვისაც უნდა მოხსნოდათ? ვისაც პრობაცია უნდა მოხსნოდა, ის პიროვნებები, რომლებიც უნდა საპატიმროდან განთავისუფლებულიყვნენ. და განთავისუფლების პიროვნებები საპატიმროდან? საბოლოო ჯამში განთავისუფლეს სადღაც არჩევნებამდე მარიამოვის დღესასწაულის შეწყალების საშუალებით. და რამდენი კაცი იყო ხოლმე? მთლიანად სამეგრელოში ზუგდიდის გამოკლებით, ზუგდიდმა მოითხოვა უფრო მეტი პიროვნება, ვიდრე თბილისმა გვითხრა, ამიტომ ზუგდიდმა განაცხადა, რომ უშუალოდ თვითონ გაარკვევდა თავის საკითხს. დანარჩენიდან მესტიის გამოკლებით პრობაციონერები 10 კაცი იყო ყველა რეგიონში, მესტიას ბევრად მეტი მისცეს 30 კაცზე გაუკეთეს პრობაციონერებზე, ესევე საპატიმროდან განთავისუფლეს რეგიონებიდან 2 კაცი, მესტიაში 5 კაცი. და რაში უნდა დახმარებოდათ ეს კაცი? ეგენი შტაბის მუშაობაში და სამეზობლოში, რომ მოეზიდათ ხმები. ან თავიანთი? თავიანთ სამეგობროში და დიახ. გამოყენები? საბოლოო ჯამში ესე გამოდის, პიროვნებას რო გამოიყვანენ, ის ვალდებულია შეთანხმებულიცაა ოჯახთან წინასწარ, რომ იმუშავებს ნაციონალურ მოძრაობაზე და უკვე თავის სამეგობროში, თავის სამეზობლოში, საახლობლოში იმ პიროვნებები, რომლებიც არ არიან ნაცმოძრაობის წევრები, უნდა გადმოიბიროს თავის ხმაზე და გადმოიყვანოს საკითხარეს, რომ მისცენ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. როგორ
გითხარით სამხარეო შტაბი დაიშალა. რა ამ გამოიწვია ეს იშლები დარჩენილი თუ არა 2008-ში ჩვენ სადღაც 10 დღის განმავლობაში ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო შემაჯამებელ ოქმებს ვამუშავებდით რაოდენობები გამოყვდა წელს ისე მოხდა რომ უკვე აშკარა იყო ყველა მიხდა რომ ამ არჩევნებში წაგებული იყო დამარცხებული მხარე იყო და აზრი არ ქონდა მუშაობის გაგრძელებას ამიტომ ორ რიცხვში მთელი აპარატურა შევაგროვეთ შევალაგეთ მანქანაში რომელიც ისე თბილისთან ჩამოტანილი აპარატურა წაიღეს უკან ჩვენ გადაგვიხადეს ხელფასი და დაგვემშვიდობდნენ. თქვენ ხელზე გაძლევდნენ ხელფასს? ხელფასი საბოლოოდ ხელზე მოგწეს მანამდე არ გვაძლევდნენ იყო ერთჯერადად როცა არჩევნები დამთავრდა ეს ახლა ხელზე გადაგვიხადეს. და რა მაინტერესებს ეს გაყალბებული ანუ ეს ოქმები თქვენთან მოვიდა ამ არჩევნებზე გასაყალბებლად? თუ ამ შემთხვევაში არ ყოფილა მსგავსი? არა ოქმები ჩვენთან არ მოდიოდა ჩვენ უბრალოდ გვაწვდით ინფორმაციას ყველა შტაბიდან და ყველა უბნიდან. ჩვენთან იყო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ჩვენ კოორდინატორების მან არის მონაცემებში, უკავშირდებოდით ყველა კოორდინატორს, ყველა უბანზე, ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში 2 საათიანი ინტერვალით, რომელიც გვაწვდიდა მონაცემებს, რომ მოვიდა, მაგალითად დაუშვათ 50 კაცი, აქედან 30 ჩვენი მომხრე, ამ ინფორმაციას ყველაფერს ვაჯამებდით, ну თუ იყო ისეთი უბნები, სადაც 65-70%-ზე დაბალი იყო შედეგი, უბნები წიწდებოდა ავტომატურად მონიტორზე გამოტანილ სიაში. შემდგომ შესაბამისად შტაბში ვინც იყო ამ საკითხი დაკავებულები ზაზა უკავშირდებოდნენ და დირექტორებს აძლევდნენ რომ გამოცხადება მომხრეების გაეზარდათ ან რაღაცნაირად თუნდაც ალბათ პირადობის მოწვევიანი ხალხი უფრო მეტი მიიყვანათ რაღაცა რომ ამ უბნებზე თამოქაშულიყო შედეგები მაგრამ წონოვან არჩევნებში რატომღაც ვერ მოახერხეს საბოლოო ჯამში სასურველი შედეგი რომ დაიფიქსირებინათ ან თქვენ უშუალოდ არ გაქვთ ინფორმაცია რა ტიპის გაყალბება მოხდა ამ არჩევნებზე? გაყალბებები მე როგორც შტაბის წევრებისგან ურთიერთობიდან ვიცი მოხდა პირადობის მოწვევებით და კარუსელებით. რამდენი ხმა იყო სავარაუდოდ? რასაც მოელოდნენ იმდენი ვერ აიღეს ზუსტ რაოდენობას ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ საკმაოდ იყო, მაინც არ ეყოთ. მარკერებას ეს პიროვნებები კარუსელის დროს ესეთი სახით გამოდიოდნენ, ესეთი გრაფიკი მომუშავეთ, რომ მარკერების დროს როცა უბანზე შედიხარ, ვინც მარკერებაზე დგას კომისიის წევრი, ხელზე როცა ულტრაიფსფერს გატარებს, აკვირდება, რომ რამე ლაქა არ იყოს. თორე ძალიან ძნელია კანისფერი ყველა სხვადასხვა გვაქვს და გაარჩიეთ რაფერი, ამიტომ ჩვენი პიროვნებები ხელებს თლიანად მაჯამდე სრულიად იბანდნენ ამ მარკერების სითხით. იმ შემდგომაც უკვე უბანზე მთლიანად ჩანდა ერთ ფერში და ლაქა არ ჩანდა კი იყო მარკერებული სფერი მთლიანად მაგრამ ლაქა არ ეტყობოდა პიროვნებას მთლიანი ხელი ერთ ფერში იყო და ლაქას ვერ შეამჩნევდი ანუ მთლიან ხელზე ქონდა იმას მარკერება და იმ ლაქა ხო და იმიტომ მარკერების ლაქა უკვე არ ჩანდა ну ასევე ჩემი გადმოცემულ ჩიპში არის ინფორმაცია ჩვენ ესე როგორც ჩვენი მომხრები ასევე ვაგროვებდით ქართულ ოცნებაზე ინფორმაციას თუ სად დარდებოდა შეხვედრა, როდის ატარებდნენ, რა სახის შეხვედრა იყო და შემდგომ ყველა რეგიონში იმის მიხედვით თუ სად დარდება შეხვედრა, ამ სილს ვაგზავნიდით, მან მონაცემებიც აქვს ყველა რეგიონს ყავდა თავისი ეგრეთ წოდებული ამრევები, რომლებსაც უნდა შეეტანათ შეხვედრების დროს არეულობა. ანუ გამოეწვიათ ისეთი სიტუაცია, რომ შეხვედრა არ ჩატარებულიყო ნორმალურ სიტუაციაში. მაგათი მონაცემებით ყველაფერი არის მონაცემთა ბაზაში, რომელიც გადმოგეცით. ანუ ეს ამრევები ოფიციალურად მუშაობდნენ თქვენთან და ხელფასს აძლევდით თქვენ? ეგენი იყვნენ ჩვენ შტაბში არ იყვნენ, ის იყო ყველა ქალაქს თავისი ყავდა. და ხელფასს თუ უხდიდნენ? ხელფასს თავის თავის მუშაობდა, ხელფასს ყველას უხდიდნენ, ოფიციალურად არა. ანუ ეს არ იყო პარტმუშაკი ან რაღაც პარტიის თანამშრომელი? ეგ იყო უბრალოდ შტაბის არაოფიციალური წევრი. აჰა. რომელიც ისაც ერქვა ამრევი? ეგრე უწოდებდით პირობითად ამრევი. მაგათ მოვალეობა იყო, რომ არეულობა შეეტანა შეხვედრაში. შეხვედრის პროცესში. კიდე ერთ ფაქტს გავიხსენებ, მე როგორც გითხარით 95 წლიდან მოქალაქეთა კავშირში ვიყავი, მაგათთან ურთიერთობდი. და მაშინაც ხდებოდა ესეთი ფაქტები ძალიან ბევრი, აი იყო შემთხვევა, როდესაც ლაგოდეხში ტარდებოდა არჩევნები და ერთ-ერთ უბანში ესეთი დაფიქსირდა მონაცემები, სადაც ლეიბორისტები ძალიან დიდი სხვაობით იმარჯვებდნენ.
შემდეგაც ჩვენ ჯგუფს დავალება მიეცა, რომ უბანზე შესულიყო, რამენაირად მომხდარიყო უბნის ჩაშლა. მივაში ჩვენ 5-6 კაცის რაოდენობით შევიჭერით უბანზე, მოვახერხეთ შესვლა და ბიულეტენები უკვე ამოყრილი იყო 5-დან დასასვლელად და დავიტაცეთ ბიულეტენები, მაგრამ უბანი ჩაკეტეს ამ დროს. და გარეთ გატანა ვერ მოვახერხეთ, სადღაც 600-500 ბიულეტენამდე იყო, ვერც უბანში ვერცად ვერ დავმალავდით. და ქალბატონი ხათუნაც უბანზე იმყოფებოდა ამ დროს, გოგორიშვილი. მაშინ მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო, პარლამენტში საქმიანობდა და ჩვენთან იყო, გამოგვართვა ყველას ეს ბიულეტენები ვის რამდენი თქონდა და კაბის ქვეშ, სადღაც იღლიაში რაღაც ჩაიდო და ეგრე გაითამაშა, რომ თვითონ გული წაუვიდა. ამ დროს მოხდა სასწრაფო დახმარების გამოძახება და საკაცეთი გაიტანეს ბიულეტენებთან ერთად გარეთ. შედეგში ბიულეტენები დაიკარგა და უბანი ჩაიშალა.